სატურნის ასწორში. კლასიკურ ასტროლოგიაში თქვენ წაიკითხოთ. აი, ეს ხალხი არის კარმულად სუფთა. ფაქტობრივად კარმა არ აქვს ადამიანს. სატურნის ასწორში მეგობრებო, ეს სატურნის ფუნქცია რა არის? ეს არის მოთმინება, ეს არის სიმყარე, სიმტკიცე ხასიათის, რომ აი მე მოვითმენ, მე ავიტან. სოციალური პლანეტა არის სატურნი და ის მარტოობას ვერ იტანს, როგორც ახლა მაგალითად სატურნი ვერტში რო გადავა, ეს მარტოხელა სატურნიანელია, ხო? მაგრამ სატურნის სოციალური პლანეტა არის, მას სჭირდება სხვებთან შეხება, პასუხისგებლობა სხვების წინაშეც, ხო? ამავე დროს. სასწორი ეს არის ზუსტად ეს სხვებთან ურთიერთობა, ჰარმონიული ურთიერთობა და ამისთვის მტკიცეთ მოთმინება, რომ აქ იყოს წონა, სწორობა, აი სასწორის სიმბოლიკა, მაგალითად, აი სასამართლოში მივდივართ, ხო, რაღაც საქმეების გასარჩევად, შვიდა წყნარად ემოციების გარეშე. ემოციები არ უყვარს ზუსტად სატურნს. აქ ძალიან კარგად გრძნობს თავს, სადაც ზუსტად იმდენად ბალანსში უნდა იყო, იმდენად ჰარმონიაში უნდა იყო, რომ აქ არ არის საჭირო ძაფრი ემოციური შეგრძნებები. და ზუსტად სატურნის პრინციპი და სასწორული ენერგია ერთმანეთთან ძალიან ჰარმონიაში მოდის. მოთმინება, დისციპლინა, პარტნიორული ურთიერთობების, სხვების გათვალისწინება. სასწორი არის მაღალი საზოგადოება, დახვეწილი საზოგადოება, ხო, ესე ვიძახით, საზღვრების დაცვა. რა არის დახვეწილი საზოგადოება? ისინი, რომელიც ემოციებს აკონტროლებენ. ის ხალხი, რომელიც ბრას, აგრესიას, ამ ყველაფერს აკონტროლებენ და საზოგადოებაში მიღებული ნორმებით იქცევიან. ამიტომ სატურნის ასწორისთვის მთავარი ფუნქცია არის საზღვრების დაცვა. იმდენად სასწორი არის სამართლიანობაზე ორიენტირებული და სამართლიანობა მოდის ბალანსიდან, რომ იმის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. აი აქ უკვე შემოდის მერე ნეგატივი. თუ ყველასი გათვალისწინებული არის, მე სად არ აქ, ხა? და აი აქ შემოდის სატურნის მთავარი პრობლემა, ჩახშობილი აგრესია, იმიტომ რომ ყველასთან უნდა მე გავუღიმო, მე ყველასთან უნდა ვიყო ძალიან დაბალანსებული, ჰარმონიული მაგალითად და ხო შეიძლება რომ ყველა ჩემთვის მისაღები იყოს, მაგრამ ეს აი როგორც მაღალ საზოგადოებაში იყო მიღებული და ვითამაშო. ეს ხო? და შესაბამისად მოდის აქ შინაგანი, ცოტა ჩაყლაპული აგრესია. აი როგორი დონეზე იცით, რომ უკვე ზედმეტად რო ვიკარგები, სად ვარ მე, ჩემი საზღვრები, ხო, აქ ვერძული ენერგეტიკა შემოდის, ხო, საპირისპირო ოპოზიციური ენერგია. ანუ ჩემი ინტერესების წინააღმდეგ მე უნდა მოვერგო ყველას. აი ამ ჩემს ჰარმონიაში, აი ამ ჩემს საზღვრების დაცვაში ხშირად შემოდის რა სასწორული მერყეობა მაგალითად, რომ აი შეიძლება მე უხეშობა მიწევს, მაგრამ ვერ ვუხეშობ და ან ბოლო-ბოლო ვირიყები საერთოდ ვიკეტები საზოგადოებისგან.